სიუქნეთმა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა ფართო საზოგადოებას და ტრადიციული ღონისძიება 5 თებერვალს გაიმართა რედისონში. მასში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო პირები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და სამხედრო ატაშეები, ასევე ფონდის ბენეფიციარები. ფონდმა 2024 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის ადაპტაციისა და განათლების საკითხებში უპრეცედენტო თანხა 1,97,000 ლარი მოახმარა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და მათ ოჯახებს. ფონდის მთავარი დონორის შემოწირულობაც 2024 წელს მინდა გითხრათ, რომ იყო სრულიად უპრეცედენტო. სიუქნეთმა ნაცვლად 300,000 ლარისა, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად რიცხავს ფონდში, დონაცია 791,000 ლარამდე გაზარდა. ფონდმა განსაკუთრებულად ნაყოფიერად თანამშრომლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ფონდისა და სამინისტროს მიერ ერთობლივად განხორციელებულია სწორედ 1,70,000 ლარის დაფინანსება. ასევე 2024 წელს 100 ბენეფიციარს გაეწია დახმარება დაფინანსდა გადაუდებელი ოპერაციები, მათ შორის საზღვარგარეთ მედიკამენტებით უზრუნველყოფა და კვლევები, რეაბილიტაციის კურსი, დაჭრილი სამხედროების მეუღლეებისა და რასრულწლოვანი შვილების დახმარება. ფონდი 2018 წელს სიუქნეთის დამფუძნებლების ინიციატივით დაარსდა და აი ამ დღიდან მოყოლებული სიუქნეთი გახდა ამ ამბის მთავარი დონორი. ღონისძიებაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი თავდაცვის სამინისტროსა და ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პარიტეტულ საწყისებზე ბენეფიციარების ერთობლივ დაფინანსებას მოიცავს. 2025 წლის დასაწყისიდან ფონდს უკვე შეუერთდნენ ასევე პირველი დონორები, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი 50,000 ლარი. აი თუ შეიძლება კი ესეც ვაჩვენოთ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 50,000 ლარი, კომპანია რეპტრანსი, რომელსაც ლევან ჭიორელი და ლევან კაჭარავა მართავენ 50,000 ლარი, დიმიტრი აბდუშელიშვილი 10,000 ლარი, არჩილ გეგენავას ფუდ სერვისი 25,000 ლარი, ბაჩუ ჩინჩელაძე 15,000 ლარი, მამუკა შურღაია და ზურაბ შურღაია 5,000 ლარი და იურისტი თედ ჯონასი 1,500 ლარი. მე მადლობა მინდა უთხრა ყველა აქ ჩემს მიერ დასახელებულ ბატონებს და მათ კომპანიებს აი ამ საშვილიშვილო საქმისთვის, რომელსაც რამდენიმე წლის წინ სათავეში ჩაუდგა გიორგი რამიშვილი, დავით მამულაიშვილი, ჩაუდნენ და თან ისე როგორც ბოლომდე შევიათ, ბოლომდე პატრონობენ და უვლიან ამ თემას. მოკითხვები კიდევ ყველა ბიზნესმენს, ვინც დაუდგა მათ მთელი ამ წლების განმავლობაში და ასევე აგრძელებენ.